სიმართლე გითხრათ, არანაირი ესე თქვათ მოლოდინის განცდები არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავმეორდები, არ გვაქვს სახელმწიფო, სადაც არის სამართალი. ამ სასამართლოში ჩანერგილია წინა ხელისუფლების პროკურატურა, მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იგივე დანაშაულს ჩადიოდნენ, რაც ეხლა ეს არის ერთი კასტა, პირდაპირ მინდა გითხრათ. ამიტომ სანამ მთლიანად რეორგანიზაცია არ მოხდება და ამათი გაშვება არ მოხდება ხელისუფლებიდან, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს სამართლიანობის განცდის. ამიტომ დავდივარ აქ, იმიტომ რომ ფარდა კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ფარდა ავხადო იმ უსამართლობას, რომელიც ამ ქვეყანაში არის დამკვიდრებული და ფარდა ავხადო პირველ რიგში ქართული ოცნების მომხრეებისთვის, რომ დაინახონ, რომ ხვალ შეიძლება მათი ოჯახები ან თვითონ ისინი დადგნენ ისეთივე სასამართლოს, ესე თქვათ, ძალადობის და მსხვერპლის ქვეშ, როგორც თქვათ ჩვენ ვართ ბოლო 5 წლის განმავლობაში.